1912 წლის მაისში, როცა კავკასიის მეფის ნაცვლის აპარატიდან გამოგზავნილი ინსპექტორები შევიდნენ ფოთის საპორტო ადმინისტრაციის შენობაში, მათ იპოვეს ის, რაც არსებობა არ უნდა ჰქონოდა. ფარული საბუთები, ისეთი სეკრეტული, რომ თავად თბილისის გუბერნიის უმაღლესი ჩინოვნიკებიც კი არ იცოდნენ მათ შესახებ. ეს იყო ევროპულ ბანკებთან პირდაპირი კორესპონდენცია, სადაც ფოთის მერი, ნიკო ნიკოლაძე, პირადად აწერდა ხელს მილიონობით რუბლის სესხებზე, გვერდისავლით იმპერიული ბიუროკრატიისა. ეს იყო დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ ერთი ადამიანი აკონტროლებდა ფულის ნაკადებს, რომლებიც შავი ზღვისპირეთის მთელ რეგიონს აჭარბებდა. მაგრამ 1912 წლის ივნისის მე-4 დღეს, როცა ნიკოლაძემ ოფიციალურად დატოვა თავისი პოსტი, ეს საბუთები გაქრნენ კვალის გარეშე. ვინც აიღო ისინი? და რაც მთავარია, რას მალავდნენ ეს ქაღალდები, რომლებიც ისე სწრაფად გაქრნენ, თითქოს არასდროს არსებულიყვნენ? ფოთის ბიუჯეტი 1994 წელს, როცა ნიკოლაძე აირჩიეს ქალაქის თავად, შეადგენდა 40-60,000 რუბლამდე თანხას, რომელიც ძლივს ყოფნიდა ქუჩების გასუფთავებისა და ძირითადი სანიაღვრე სისტემების შესანარჩუნებლად. ქალაქი იყო ჭაობიანი, მალარიით სავსე, სადაც ვაჭრები ტალახში იძირებოდნენ, ხოლო პორტი, რომელიც თეორიულად უნდა ყოფილიყო შავი ზღვის მარგალიტი, ძლივს იღებდა მცირე ხორბლის ბარჟებს. მაგრამ 1912 წელს, როცა ნიკოლაძე წავიდა, ეს ბიუჯეტი და საპორტო ბრუნვა გადააჭარბა მილიონებს. მანგანუმის ექსპორტი, რომელიც ნიკოლაძემ ევროპულ ბაზრებზე გაიტანა, ქალაქს აქცევდა ოქროს მაკრეფად. ელექტროსადგური, რომელიც მან პარიზული სესხებით ააშენა, ანათებდა ქუჩებს, სადაც 10 წლის წინ ჩირაღდნები იწვოდა. საკათედრო ტაძარი, რომლის კუპოლი ჩანდაზღვიდან ასახავდა ქალაქის ახალ სტატუსს, აღარ იყო ეს პროვინციული ჭაობი, არამედ ევროპული ვექტორის მქონე ცენტრი. და მაინც ადამიანი, რომელმაც 18 წელი მართა ეს მილიონები, გადადგომის შემდეგ აღმოჩნდა ვალებში. მას საკუთარი სახლის დიდი ჯიხაიშის გადასარჩენად სესხის აღება მოუწია. როგორ შეიძლება, რომ კაცი, რომელიც აშენებდა პორტს, ელექტროსადგურს და ტაძარს, დარჩეს ცარიელი ჯიბეებით? და ვინ დაეუფლა იმ მილიონებს, რომლებიც მან დატოვა? გახსოვთ 1990-იანი წლები. როცა აშენებული ქარხნები ჯართად გაიყიდა და ბიუჯეტი გაქრა ბიუროკრატიულ ლაბირინთებში. როცა ადამიანები, რომლებიც მთელი ცხოვრება მუშაობდნენ საწარმოებში, ერთ დილას გაიგეს, რომ მათი ქარხანა უკვე ეკუთვნის ვიღაც უცნობ ოფშორულ კომპანიას. ეს არ დაწყებულა 1990-იან წლებში. ზუსტად იგივე მოხდა 1912 წელს ფოთში, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მაშინ არ არსებობდა ტელევიზია, რომელიც ამ ძარცვას გაშუქებდა. არსებობდა მხოლოდ ქართული პრესის რამდენიმე გაზეთი, ივერია და დროება, რომლებიც ცდილობდნენ ამ ხილონის რაც ხდებოდა. მაგრამ ვინ კითხულობდა ქართულ გაზეთებს იმპერიულ თბილისში, სადაც გადაწყვეტილებები მიიღებოდა? ვინ აინტერესებდა, რომ ერთი ქალაქის ბიუჯეტი, რომელიც 18 წლის განმავლობაში იზრდებოდა, ერთ წელიწადში გადაიქცა უფსკრულად? და რატომ არავინ ჰკითხა, სად წავიდა ის ფული, რომელიც ნიკოლაძემ დატოვა? თბილისში, კავკასიის მეფის ნაცვლის სასახლეში 1911 წლებში იმართებოდა შეხვედრები, სადაც ფოთის საკითხი განიხილებოდა არა როგორც ადმინისტრაციული პრობლემა, არამედ როგორც პოლიტიკური საფრთხე. ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვი, მეფის ნაცვალი, პირადად პატივს სცემდა ნიკოლაძეს, ის იცნობდა მის ევროპულ განათლებას, მის კავშირებს პარიზსა და ლონდონში, მის უნარს, რომ ქალაქი ექცია თვითმყოფად ეკონომიკურ ორგანიზმად. მაგრამ ვორონცოვ-დაშკოვის აპარატი, თბილისის ბიუროკრატია, რომელიც შედგებოდა რუსი ჩინოვნიკებისა და მათთან დაახლოებული ქართველი და სომეხი კომერსანტებისგან, ნიკოლაძეს აღიქონდა როგორც ანომალიას. როგორ შეიძლებოდა, რომ ერთი ადამიანი, ერთი ქალაქის მერი, პირდაპირ ევროპასთან ამყარებდეს კავშირებს, გვერდსული და იმპერიულ ხაზინას და აშენებდა ინფრასტრუქტურას, რომელიც თბილისის კონტროლს არ ექვემდებარებოდა? ეს იყო სეპარატიზმი ეკონომიკურ ჭრილში, ასე მიიჩნევდნენ ისინი. და როცა 1911 წელს თბილისიდან ფოთში გაიგზავნა პირველი საფინანსო ინსპექცია, მათი მიზანი არ იყო ფულის მითვისების მტკიცებულებების პოვნა, რადგან ასეთი არ არსებობდა, არამედ იმის დადგენა, თუ როგორ შეეძლო ნიკოლაძეს ამდენი ფული მოეზიდა და დახარჯა იმპერიული ხაზინის გვერდისავლით. ინსპექტორებმა ვერ იპოვეს ვერც ერთი ფაქტი, რომელიც ნიკოლაძეს ფულის მითვისებაში დაადანაშაულებდა. მაგრამ მათ იპოვეს რაღაც სხვა, ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა. რას ნიშნავდა ეს ტერმინი? ეს ნიშნავდა, რომ ნიკოლაძე ხარჯავდა ფულს ქალაქის კეთილმოწყობაზე, ქუჩების მოკირწყვლაზე, სანიაღვრე სისტემების აშენებაზე, ელექტროტრამვაის პროექტის მომზადებაზე და არა იმპერიული ხაზინის გამდიდრებაზე.
ეს იყო დანაშაული იმპერიის თვალში, ფული, რომელიც შეიძლებოდა გაეგზავნა სანქტ-პეტერბურგში, რჩებოდა ფოთში და იხარჯებოდა ფოთელებზე. და ეს იყო არა მხოლოდ ეკონომიკური საკითხი, ეს იყო იდეოლოგიური საფრთხე. თუ ფოთს შეეძლო თვითმყოფადობა, რატომ არ შეეძლოთ ეს სხვა ქალაქებს? რატომ არ შეეძლოთ მთელ კავკასიას? და სწორედ ამიტომ 1911 წლის ბოლოს, როცა მეორე რევიზია დაასრულა თავისი მუშაობა და ისევ ვერაფერი იპოვა, თბილისის აპარატმა შეცვალა ტაქტიკა. თუ ნიკოლაძეს ვერ დაადანაშაულებდნენ კორუფციაში, მაშინ მას დაადანაშაულებდნენ დიქტატურაში. ფოთის საქალაქო სათათბიროში, სადაც ნიკოლაძე 18 წლის განმავლობაში მუშაობდა, 1910 წლიდან დაიწყო უცნაური პროცესი. დეპუტატების ჯგუფი, რომელსაც შემდგომში პრესა შავ ასეულს უწოდებდა, დაიწყო ნიკოლაძის ყველა ინიციატივის სისტემატური ბლოკირება. ეს იყვნენ ადგილობრივი ვაჭრები და მიწის მესაკუთრეები, რომლებსაც ნიკოლაძე არ აძლევდა საშუალებას, ქალაქის მიწები იაფად ჩაიგდოთ ხელში და გაეყიდათ სპეკულაციური ფასებით. ისინი ფარულად თანამშრომლობდნენ თბილისის გუბერნიის ჩინოვნიკებთან და წერდნენ საჩივრებს, სადაც ნიკოლაძეს ადანაშაულებდნენ ავტორიტარულ მმართველობაში, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების უგულებელყოფაში და იმპერიული კანონების დარღვევაში. რა იყო ეს კანონები, რომლებიც ნიკოლაძე არ უევდა? ეს იყო კანონები, რომლებიც კრძალავდა ქალაქის მერს, პირდაპირ ევროპულ ბანკებთან მოლაპარაკებას. ეს იყო კანონები, რომლებიც მოითხოვდა, რომ ყველა მსხვილი ფინანსური გადაწყვეტილება გავლილიყო თბილისის გუბერნიის კანცელარიის მეშვეობით. ეს იყო კანონები, რომლებიც ქმნიდა ბიუროკრატიულ ლაბირინთს, სადაც ყოველი პროექტი იხრჩობოდა წლების განმავლობაში. და ნიკოლაძე ამ კანონებს უგულებელყოფდა, არა იმიტომ, რომ კანონმორჩილი არ იყო, არამედ იმიტომ, რომ თუ მათ დაემორჩილებოდა, ფოთი დარჩებოდა ჭაობიან პროვინციად. 1911 წლის ზამთარში, როცა ნიკოლაძე ცდილობდა გაეტანა სათათბიროში ელექტროტრამვაის პროექტის დამტკიცება, შავმა ასეულმა ხმის უმრავლესობით დაბლოკა ეს გადაწყვეტილება. მათი არგუმენტი იყო მარტივი: პროექტი ძალიან ძვირია და ქალაქს არ შეუძლია მისი დაფინანსება. მაგრამ ბიუჯეტი იყო სავსე, ნიკოლაძეს უკვე ჰქონდა გამოყოფილი თანხა და ევროპული კონტრაქტორები მზად იყვნენ მუშაობის დასაწყებად. რეალური მიზეზი იყო სხვა. თბილისის აპარატი არ იყო დაინტერესებული, რომ ფოთს ჰქონოდა ტრამვაი, ეს იქნებოდა კიდევ ერთი დამოუკიდებლობის სიმბოლო, კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ ქალაქს შეეძლო თვითმყოფადობა. და როცა ნიკოლაძემ სცადა პირდაპირ მიმართოს მეფის ნაცვალს, ვორონცოვ დაშკოვმა უპასუხა თავაზიანად, მაგრამ მკაფიოდ: ნიკო ნიკოლოზისძე, თქვენ გააკეთეთ ბევრი ამ ქალაქისთვის, მაგრამ დრო მოვიდა, რომ დაისვენოთ. ეს იყო არ არჩევა, ეს იყო ბრძანება, რომელიც შეფუთული იყო თავაზიანობის ქაღალდში. 1912 წლის მაისის მე-27 დღეს ნიკო ნიკოლაძემ დაწერა განცხადება გადადგომის შესახებ. ოფიციალური მიზეზი იყო ჯანმრთელობის გაუარესება, მას მართლაც ჰქონდა პრობლემები გულთან, რაც გაუძლიერდა უკანასკნელი 2 წლის მუდმივი ზეწოლის ფონზე. მაგრამ მისი პირადი წერილები, რომლებიც შემორჩა გიორგი წერეთლისადმი მიწერილ კორესპონდენციაში, ამბობს სხვას: მე აღარ მაძლევენ მუშაობის საშუალებას. ყოველი ჩემი გადაწყვეტილება ბლოკირებულია, ყოველი ჩემი პროექტი საბოტირებულია. მათ უპირებენ ბიუჯეტის კონტროლის წართმევას და გადაცემას თბილისის კურატორობის ქვეშ. მე არ შემიძლია ვუყურო, როგორ ანგრევენ იმას, რაც 18 წელი ვაშენებდი. ეს იყო არა გადადგომა, ეს იყო ჩამოგდება, რომელიც შეფუთული იყო ნებაყოფლობითი წასვლის ფორმატში. და როცა ნიკოლაძე დატოვა თავისი ოფისი საპორტო ადმინისტრაციის შენობაში, მან წაიღო მხოლოდ პირადი ნივთები. ყველა საბუთი, ყველა ხელშეკრულება, ყველა ფინანსური ჩანაწერი დარჩა იქ სავსე უჯრებში, რომლებიც ელოდნენ ახალ მფლობელებს. ვინ იყვნენ ეს ახალი მფლობელები? ოფიციალურად ნიკოლაძის მემკვიდრე გახდა ალექსანდრე მიქაბერიძე, ადამიანი, რომელსაც არ ჰქონდა არც ევროპული განათლება, არც კავშირები პარიზსა და ლონდონში, არც ხედვა იმისა, თუ როგორ უნდა განვითარებულიყო ქალაქი. მას ჰქონდა მხოლოდ ერთი უპირატესობა, ის იყო ერთგული თბილისის აპარატისადმი. მიქაბერიძე არ იყო დამოუკიდებელი მმართველი, ის იყო ადმინისტრატორი, რომელიც ასრულებდა დირექტივებს. და პირველი დირექტივა, რომელიც მან მიიღო, იყო მარტივი: შეაჩერე ყველა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ნიკოლაძემ დაიწყო. ელექტროტრამვაის პროექტი გამოცხადდა არამონგებიანად და დაიხურა. პორტის გაფართოების მესამე ეტაპი, რომელიც უნდა დასრულებულიყო 1914 წელს, შეჩერდა ბიუჯეტის დეფიციტის გამო. ქუჩების მოკირწყლის პროგრამა, რომელიც ნიკოლაძის დროს ყოველწლიურად ფინანსდებოდა, შემცირდა ნახევრად, შემდეგ კი მთლიანად გაუქმდა. და ფული, რომელიც ამ პროექტებისთვის იყო გამოყოფილი, გაქრა. სად გაქრა ეს ფული?
ოფიციალური ანგარიშები ამბობს, რომ ის გადაიხარჯა ადმინისტრაციულ ხარჯებზე და იმპერიული ხაზინის ვალდებულებების დაფარვაზე. მაგრამ რას ნიშნავდა ადმინისტრაციული ხარჯები ქალაქში, სადაც ადმინისტრაცია ნიკოლაძის დროს მუშაობდა მინიმალური ბიუჯეტით? რას ნიშნავდა იმპერიული ხაზინის ვალდებულებები, როცა ნიკოლაძეს არ ჰქონდა ვალები იმპერიის წინაშე, მისი ვალები იყო ევროპული ბანკების წინაშე და ისინი იფარებოდა პორტის შემოსავლებიდან? პასუხი იყო მარტივი: ფული გადანაწილდა. ის გადავიდა თბილისის ჩინოვნიკების ხელში, რომლებიც ახლა აკონტროლებდნენ ფოთის ბიუჯეტს. ის გადავიდა ადგილობრივი ვაჭრების ხელში, რომლებიც ახლა ყიდულობდნენ ქალაქის მიწებს იმ ფასებით, რომლებსაც ნიკოლაძე არასდროს დაუშვებდა. ის გადავიდა იმ ადამიანების ხელში, რომლებმაც ნიკოლაძე მოაშორეს არა იმიტომ, რომ ის ცუდად მართავდა ქალაქს, არამედ იმიტომ, რომ ის ძალიან კარგად მართავდა და ეს კარგი მართვა არ ტოვებდა ადგილს მათთვის, ვინც ფულს ხედავდა არა როგორც ინსტრუმენტს განვითარებისთვის, არამედ როგორც საშუალებას პირადი გამდიდრებისთვის. 1914 წლისთვის ფოთის პრესა, რომელიც ნიკოლაძის დროს აშუქებდა ქალაქის წარმატებებს, დაიწყო სხვა ტიპის სტატიების გამოქვეყნება. ქალაქის ცენტრალური ქუჩები ისევ გაუვალ ტალახად იქცა, წერდა ერთ-ერთი გაზეთი. სანიაღვრე სისტემები, რომლებიც ნიკოლაძის დროს მუშაობდა უსაფრთხოდ, ახლა ჩაიშალა და არავინ აკეთებს მათ შეკეთებას. პორტის გაფართოების მესამე ეტაპი, რომელიც უნდა დასრულებულიყო ამ წელს, ჯერ კიდევ არ დაწყებულა. ფული, რომელიც ამისთვის იყო გამოყოფილი, გაურკვეველი მიმართულებით გაქრა. ეს იყო არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის დაშლა, ეს იყო ხედვის დაშლა. ნიკოლაძე ხედავდა ფოთს როგორც ქართულ მანჩესტერს ინდუსტრიულ ცენტრს, რომელიც დააკავშირებდა კავკასიას ევროპასთან. მისი მემკვიდრეები ხედავდნენ ფოთს როგორც უბრალო საპორტო ქალაქს, საიდანაც შეიძლებოდა ფულის ამოღება და გადაგზავნა თბილისში ან სანქტ-პეტერბურგში. და ეს განსხვავება ხედვაში იყო ის, რაც განსაზღვრავდა ქალაქის ბედს. მაგრამ ყველაზე მტკივნეული დეტალი არ იყო ინფრასტრუქტურის დაშლა. ყველაზე მტკივნეული იყო ის, რომ ადამიანი, რომელმაც ეს ყველაფერი შექმნა, დარჩა ცარიელი ჯიბეებით. ნიკოლაძე, რომელიც 18 წლის განმავლობაში მართავდა მილიონობით რუბლს, გადადგომის შემდეგ აღმოჩნდა ისეთ ფინანსურ მდგომარეობაში, რომ მას სესხის აღება მოუწია საკუთარი სახლის დიდი ჯიხაიშის გადასარჩენად. როგორ შეიძლება ეს? როგორ შეიძლება, რომ კაცი, რომელსაც ხელში გაუვლია ასეთი თანხები, დარჩეს ღარიბად? პასუხი მარტივია, იმიტომ რომ ის არასდროს ხარჯავდა ამ ფულს საკუთარ თავზე. ყოველი რუბლი, რომელიც შემოდიოდა ფოთის ბიუჯეტში, იხარჯებოდა ქალაქზე, პორტზე, ელექტროსადგურზე, ქუჩებზე, სანიაღვრე სისტემებზე, ტაძარზე. ნიკოლაძე არ ჰქონდა ოფშორული ანგარიშები, არ ჰქონდა ფარული ქონება, არ ჰქონდა ის, რაც დღეს ჩვეულებრივად მიიჩნევა წარმატებული ჩინოვნიკის ატრიბუტად. მას ჰქონდა მხოლოდ ერთი ქალაქი, რომელიც მან ჭაობიდან ამოიყვანა და აქცია შავი ზღვისპირეთის ერთ-ერთ უმდიდრეს ცენტრად. და როცა ეს ქალაქი წაართვეს, მას არაფერი დარჩა. ეს არის ის კონტრასტი, რომელიც უნდა გვახსოვდეს, როცა ვსაუბრობთ 1912 წლის მოვლენებზე. ეს არის კონტრასტი ადამიანს შორის, რომელიც ემსახურებოდა ქალაქს, და ადამიანებს შორის, რომლებიც ემსახურებოდნენ საკუთარ თავს. ეს არის კონტრასტი ხედვას შორის, რომელიც ქმნიდა მომავალს, და ხედვას შორის, რომელიც ანგრევდა წარსულს. და ეს არის კონტრასტი, რომელიც არ დაწყებულა 1912 წელს და არ დასრულდა 1990-იან წლებში. ეს არის კონტრასტი, რომელიც გრძელდება დღესაც, ყოველ ჯერზე, როცა ეფექტიანი მმართველი იცვლება ადმინისტრატორით, რომელიც ასრულებს დირექტივებს. ყოველ ჯერზე, როცა ხედვა იცვლება ბიუროკრატიით. ყოველ ჯერზე, როცა ქალაქის ინტერესები იცვლება პირადი ინტერესებით. და კითხვა, რომელიც რჩება, არის, რამდენჯერ უნდა გავიმეოროთ ეს ისტორია, სანამ ვისწავლით მისგან. 1912 წლის ივნისში, როცა ნიკოლაძე უკვე დატოვებული ჰქონდა თავისი ოფისი, ფოთის საპორტო ადმინისტრაციის შენობაში მოხდა რაღაც უცნაური. გვიან საღამოს, როცა ოფიციალური სამუშაო საათები დასრულებული იყო, შენობაში შევიდა ადამიანი, რომელიც არ იყო რეგისტრირებული ვიზიტორთა ჟურნალში. არსებობდა ფარული სია, დაახლოებით 10 სახელი ადამიანებისა, რომლებსაც ჰქონდათ უფლება უხილავ ვიზიტებზე. ეს იყვნენ თბილისის უმაღლესი ჩინოვნიკები, კავკასიის მეფისნაცვლის აპარატის წარმომადგენლები, ადამიანები, რომლებიც არ იყვნენ დაინტერესებულნი, რომ მათი სახელები გამოჩენილიყო ოფიციალურ დოკუმენტებში. ვინ იყო ეს ღამის ვიზიტორი? რა საქმე ჰქონდა მას ნიკოლაძის ყოფილ ოფისში, სადაც ახლა უკვე მუშაობდა მიქა ბერიძე? და რაზე ისაუბრეს ისინი იმ საღამოს, როცა დარაჯი, ერთადერთი მოწმე, რომელიც დარჩა შენობაში, გაიგონა ამაღლებული ხმები მეორე სართულიდან.
დარაჯის სახელი იყო გიორგი ჭანტურია, 90 წლის კაცი, რომელიც ამ შენობაში მუშაობდა ნიკოლაძის დანიშვნის დღიდან, 1994 წლიდან. ის იცნობდა ყველა კუთხეს, ყველა საიდუმლო გასასვლელს, ყველა ფარულ უჯრას, სადაც ნიკოლაძე ინახავდა მნიშვნელოვან საბუთებს. ჭანტურია იყო ერთგული, არა იმ გაგებით, რომ ის უბრალოდ ასრულებდა თავის მოვალეობას, არამედ იმ გაგებით, რომ ის ნამდვილად სწამდა ნიკოლაძის ხედვა. ის ხედავდა, როგორ იცვლებოდა ქალაქი 18 წლის განმავლობაში და არ შეეძლო დაეჯერებინა, რომ ეს ყველაფერი ერთ ღამეში შეიძლებოდა გამქრალიყო. ბოლო წუთამდე მჯეროდა, რომ ჩვენს ქალაქს გადავარჩენდით და იმპერიული მანქანა უკან დაიხევდა, იხსენებდა წლების შემდეგ ფოთის სპორტის ერთ-ერთი ყოფილი მთავარი ინჟინერი, რომლის ხელებიც კი კანკალებდა ამ ამბის მოყოლისას, მიუხედავად გასული 10 წლეულებისა. რა იცოდა ამ ადამიანმა ისეთი, რაც ჩვენთვის დღემდე დაფარული იყო და რატომ დუმდა ის ამდენი ხანი. დღეს პირველად იმ ეპოქის მომსწრე ადამიანების ფარული ჩანაწერები და მოგონებები გვიმხელენ საიდუმლოებებს, რომლებსაც ისინი წლების განმავლობაში შიშით ინახავდნენ. ეს არ არის უბრალოდ ფინანსური დანაშაულის მშრალი ისტორია, ეს არის ადამიანური ტრაგედიისა და ღალატის სასტიკი ქრონიკა, სადაც ყველაზე ახლობელმა ადამიანებმა ზურგში დანა ჩაარტყეს მას, ვინც მათ ევროპული მომავალი აჩუქა. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ცხოვრების მთავარი საქმე, რომელსაც სული და გული შეალიეთ, ინგრევა არა გარეშემტრის, არამედ იმ ადამიანების ხელით, რომლებთან ერთადაც ყოველდღე ქალაქის ბედზე მსჯელობდით. ვინ იყვნენ ეს ადამიანები, რა ფასად გაყიდეს მათ საკუთარი ქალაქის მომავალი და რატომ არის ეს ღალატი დღემდე ასეთი მტკივნეული? ფოთის საქალაქო სათათბიროში მოკალათებული ეგრეთ წოდებული შავი ასეული არ იყო უბრალოდ პოლიტიკური ოპოზიცია, ეს იყო კარგად ორგანიზებული, ანგარებაზე აგებული სინდიკატი, რომელმაც ზუსტად იცოდა, რასაც აკეთებდა. ადგილობრივი ვაჭრები და მიწის მესაკუთრეები, რომლებიც წლების განმავლობაში ითმენდნენ ნიკოლაძის მკაცრ, მაგრამ სამართლიან წესებს, მიხვდნენ, რომ თბილისის ბიუროკრატიასთან გარიგებით ისინი მიიღებდნენ იმას, რაზეც ყოველთვის ოცნებობდნენ, შეუზღუდავთ უდომას ქალაქის რესურსებზე. მათ არ აინტერესებდათ ევროპული პორტი, მათ არ ადარდებდათ ელექტროტრამვაი და განათებული ქუჩები, მათი ერთადერთი მიზანი იყო მიწების იაფად ხელში ჩაგდება და პორტის შემოსავლებიდან საკუთარი წილის მიღება. თბილისიდან გამოგზავნილი ინსპექტორები მათთვის არა მაკონტროლებლები, არამედ მოკავშირეები იყვნენ, რომლებთანაც ერთად ისინი ფარულად დახურულ კარს მიღმა უკვე ინაწილებდნენ ჯერ კიდევ ნიკოლაძის მიერ მართულ მილიონებს. ეს იყო კლასიკური, ცივსისხლიანი შეთქმულება, სადაც ადგილობრივმა ელიტამ საკუთარი ქალაქი იმპერიულ ჩინოვნიკებს მიჰყიდა იმ პირობით, რომ ნადავლის ნაწილი მათაც შეხვდებოდათ. სანამ ალექსანდრე მიქაბერიძე და თბილისიდან ჩამოსული ახალი მმართველები პორტის გაფართოებისთვის გამოყოფილ მილიონებს ინაწილებდნენ და საკუთარი კეთილდღეობისთვის იყენებდნენ, რიგითი ფოთელები ყველაფერს კარგავდნენ. ილია, უბრალო მტვირთავი, რომელმაც ნიკოლაძის დროს სტაბილური სამსახური, ღირსეული ანაზღაურება და ადამიანური სამუშაო პირობები მიიღო, ერთ დილას აღმოაჩინა, რომ პორტის მესამე ეტაპის მშენებლობა გაჩერდა. მისი სამუშაო ადგილი უბრალოდ გაუქმდა, რადგან ახალმა ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ მუშებისთვის განკუთვნილი ფონდები ადმინისტრაციული ხარჯების მუხლში გადაეტანა. ილიას მსგავსად ასობით ოჯახი დარჩა შემოსავლის გარეშე, მათი შვილები, რომლებიც ნიკოლაძის მიერ გახსნილ ახალ სკოლებში დადიოდნენ, იძულებულნი გახდნენ სწავლა მიეტოვებინათ და ქუჩაში გამოსულიყვნენ ლუკმაპურის საშოვნელად. ეს იყო ადამიანური ფასი, რომელსაც იხდიდა ქალაქი იმპერიული ბიუროკრატიისა და ადგილობრივი მოღალატეების გარიგების გამო, ფასი, რომელიც არც ერთ ოფიციალურ დოკუმენტში არ ასახულა. ნიკოლაძისთვის ყველაზე დიდი დარტყმა არა თანამდებობის დაკარგვა, არამედ იმის გაცნობიერება იყო, რომ სისტემამ, რომელსაც ის 18 წელი ებრძოდა, საბოლოოდ მაინც გაიმარჯვა ადამიანების სიხარბის გამოყენებით. ის ხედავდა, როგორ იქცნენ მისი გუშინდელი თანამოაზრეები დღევანდელ ბრალმდებლებლად, როგორ იწერებოდა აბსურდული საჩივრები თბილისში იმ ადამიანების მიერ, ვისაც მან ქალაქის აღმშენებლობაში მონაწილეობის შანსი მისცა. ყოველი ახალი რევიზია, ყოველი ახალი დაბლოკილი პროექტი იყო არა მხოლოდ პოლიტიკური მარცხი, არამედ ღრმა, პიროვნული ტრაგედია კაცისთვის, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე ამ ქალაქს მიუძღვნა. მან იცოდა, რომ მიქაბერიძე და მისი დამქაშები ვერასდროს შეძლებდნენ იმის შენარჩუნებას, რაც აშენდა, რადგან მათ არ ჰქონდათ არც ხედვა, არც ცოდნა და არც სამშობლოს სიყვარული. ნუ თუ მართლა ასე მარტივია წლების განმავლობაში ნაშენები ევროპული ოცნების დანგრევა, როცა საქმეში პირადი გამორჩენა და იმპერიული ინტერესები ერთვება. ფოთის პორტის მიწის ქვეშეთში და ქალაქის ცენტრალური ქუჩების ქვეშ არსებობდა სანიაღვრე და საკომუნიკაციო გვირაბების მთელი ქსელი, რომლის შესახებაც დღეს ბევრმა არქიტექტორმაც კი არ იცის. ვინ აშენებდა ამ რთულ ლაბირინთებს სრული საიდუმლოების დაცვით და რატომ არ იყო ეს გეგმები ასახული ოფიციალურ საჯარო რეესტრებში?
სად მიდიოდა ეს მიწისქვეშა არხები, რომლებიც ჭაობიან ქალაქს მუდმივი დატბორვისგან იცავდა და სიცოცხლის უნარიანს ხდიდა? და რატომ ამოწმებდა ნიკო ნიკოლაძე თავისი მმართველობის ბოლო თვეებში ამ სისტემებს ყოველღამე ფარნით ხელში, თითქოს რაღაც გარდაუვალ კატასტროფას ელოდა და ცდილობდა, ქალაქის სასიცოცხლო არტერიები მაინც გადაერჩინა მომავალი განადგურებლებისგან. 1911 წლის ბოლოსთვის ნიკოლაძის ცხოვრება ორსრულიად განსხვავებულ, კონტრასტულ სამყაროდ გაიყო. საჯაროდ კამერების წინ და ქალაქის სათათბიროს ხმაურიან სხდომებზე ის კვლავ ინდებურად იღიმოდა, დამაჯერებლად საუბრობდა ელექტროტრამვაის ნათელ მომავალზე, ევროპულ ინვესტიციებზე და ფოთის, როგორც ქართული მანჩესტერის პერსპექტივებზე. მაგრამ სახლში დაკეტილი კარების მიღმა სრულიად სხვა მძიმე და დამთრგუნველი რეალობა იშლებოდა. მან შეწყვიტა ნდობა საკუთარი მოადგილეების მიმართ, აღარ ტოვებდა მნიშვნელოვან საბუთებს სამუშაო მაგიდაზე და ყოველ საღამოს პირადად ამოწმებდა კაბინეტის საკეთებს. პარანოია, რომელიც ლოგიკურ საფუძველს ეყრდნობოდა, ნელ-ნელა ანგრევდა მის ჯანმრთელობას, რადგან ის ხვდებოდა, რომ მტრები არა მხოლოდ თბილისში, არამედ მის გვერდით, მეზობელ ოთახებში ისხდნენ და მის ყოველ ნაბიჯს აკონტროლებდნენ. ეს ორმაგი ცხოვრება აუტანელ ტვირთად დააცვა მის ისედაც შერყეულ გულს, რადგან მას უწევდა ეთამაშა ძლიერი ლიდერის როლი მაშინ, როცა შინაგანად ხედავდა, როგორ იშლებოდა მისი ცხოვრების მთავარი ქმნილება. ღამ-ღამობით, როცა ქალაქს ეძინა, ის საათობით იჯდა თავის კაბინეტში და წერილებს წერდა გიორგი წერეთელს, სადაც დაუფარავად საუბრობდა იმ უხილავ მარცუხებზე, რომლებიც ყელში უჭერდა. ის წერდა იმაზე, თუ როგორ უთვალთვალებდნენ, როგორ კითხულობდნენ მის პირად კორესპონდენციას და როგორ ცდილობდნენ მის იზოლაციას ევროპელი პარტნიორებისგან. ვორონცოვ დაშკოვის აპარატმა შექმნა ისეთი ატმოსფერო, სადაც ნებისმიერი ინიციატივა აღიქმებოდა როგორც დანაშაული, ხოლო ნებისმიერი დამოუკიდებელი ნაბიჯი, როგორც ღალატი. ყველაზე საზარელი ამ პროცესში იყო იმის ყურება, თუ როგორ ნებდებოდა ქალაქი ამ უხილავ ტერორს, როგორ ეჩვეოდნენ ადამიანების შიშს და როგორ ამჯობინებდნენ დუმილს სიმართლის თქმას. ნიკოლაძე ხედავდა, რომ მისი დაწყებული პროექტები, მათ შორის ტრამვაის ხაზი, რომლის ბიუჯეტიც უკვე დამტკიცებული იყო, მიზანმიმართულად ფერხდებოდა, რათა ხალხში უკმაყოფილება გამოეწვიათ და მერე ეს ყველაფერი მისთვის დაებრალებინათ. ის მიხვდა, რომ ბრძოლა უკვე აღარ მიმდინარეობდა ქალაქის განვითარებისთვის, ბრძოლა მიმდინარეობდა მისი ფიზიკური და მორალური განადგურებისთვის. ნუ თუ მართლა ღირდა ერთი ადამიანის ხედვა იმხელა მსხვერპლად, რომ მთელი იმპერიული მანქანა მის გასანადგურებლად ამოქმედდა? რა იცოდა მისმა ოჯახმა იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა სინამდვილეში ფოთის მერის დახურულ კარს მიღმა და რა ფასი ხდიდა ნიკო ამ ყველაფრისთვის? წერილები და დღიურები, რომლებიც არასდროს გამოქვეყნებულა ფართო საზოგადოებისთვის და მხოლოდ ვიწრო საოჯახო არქივებში ინახებოდა, ახლა სიმართლეს გვიყვება იმ ტკივილზე, რომელსაც ის მარტო ატარებდა. ის, რაც ხდებოდა დიდი ჯიხაიშის სახლის კედლებში, მისი უძილო ღამეები, გულის შეტევები, რომლებსაც საგულდაგულოდ მალავდა ექიმებისგან ბევრ რამეს ხსნის იმის შესახებ, თუ რატომ დასრულდა ყველაფერი ასე ტრაგიკულად. ოჯახის წევრები ხედავდნენ, როგორ ჭკნებოდა ენერგიული, სიცოცხლით სავსე ადამიანი, როგორ უმძიმდებოდა ნაბიჯები და როგორ უქრებოდა თვალებში ის ნაპერწკალი, რომლითაც მან ფოთი ჭაობიდან ამოიყვანა. 1914 წლისთვის ნიკოლაძის წასვლიდან სულ რაღაც 2 წელიწადში ქალაქის ფიზიკური რღვევა ზუსტად ასახავდა იმ მორალურ დეგრადაციას, რაც ახალმა მმართველობამ მოიტანა. ფოთის პრესა, რომელიც ადრე ახალ შენობებზე და ევროპულ გემებზე წერდა, ახლა სასოწარკვეთილი იუწყებოდა, რომ ცენტრალური ქუჩები ისევ გაუვალტალახად იქცა, რადგან სანიაღვრე სისტემების მოვლაზე ფული აღარ იხარჯებოდა. გაუქმებული ტრამვაის პროექტისთვის გამოყოფილი თანხები უკვალოდ გაქრა, პორტის გაფართოება შეჩერდა, ხოლო ის მილიონები, რომლებიც ნიკოლაძემ დააგროვა, თბილისელი ჩინოვნიკებისა და ადგილობრივი კორუმპირებული ელიტის ჯიბეებში დაილექა. ქალაქი, რომელიც ევროპისკენ მიისწრაფოდა, ისევ ჩვეულებრივ მიგდებულ, კორუფციაში ჩაფლულ პროვინციად იქცა, სადაც ერთადერთი კანონი ძლიერის უფლება იყო. მაგრამ ყველაზე შემზარავი და ემოციურად გამანადგურებელი ამ ისტორიაში არის ის ფინანსური და მორალური კონტრასტი, რომელიც ნიკოლაძის გადადგომის შემდეგ გამოიკვეთა. კაცი, რომელიც 18 წელი მართავდა მილიონობით რუბლს, აშენებდა პორტს, ელექტროსადგურს და ტაძარს, გადადგომის შემდეგ აღმოჩნდა უმძიმეს ვალებში და საკუთარი სახლის, დიდი ჯიხაიშის გადასარჩენად ბანკიდან სესხის აღება მოუწია. სანამ მისი მემკვიდრეები ალექსანდრე მიქაბერიძე და სხვები ფოთის ბიუჯეტის ხარჯზე მდიდრდებოდნენ და ახალ მამულებს ყიდულობდნენ, შემოქმედი და ვიზიონერი ცარიელი ჯიბეებით, გულგატეხილი და ჯანმრთელობა შერყეული დარჩა. ეს იყო სისტემის საბოლოო, ცინიკური შურისძიება ადამიანზე, რომელმაც გაბედა და დაამტკიცა, რომ პატიოსნებით და შრომით დიდი საქმეების კეთება შესაძლებელია. ნუ თუ ეს არის ისტორიის დაუწერელი კანონი, რომ შემოქმედები ყოველთვის ვალებში კვდებიან, ხოლო დამანგრეველები მათ მიერ დატოვებულ მილიონებს ინაწილებენ.
1911 წლის დეკემბერში, როცა ნიკო ნიკოლაძე უკვე იცოდა, რომ მისი დღეები ფოთისმერად დათვლილი იყო, მოხდა რაღაც, რაც არასდროს მოხვედრილა ოფიციალურ დოკუმენტებში. მისი პირადი ექიმი, დოქტორი ალექსანდრე ლომთათიძე, დაიწყო ფარული ვიზიტები დიდ ჯიხაისში, არა დღისით, როცა ყველას შეეძლო დაენახა, არამედ გვიან საღამოს, როცა ქალაქს ეძინა. ლომთათიძე მოდიოდა უკანა შესასვლელიდან, ხელში პატარა ტყავის ჩანთით, რომელშიც ინახავდა მედიკამენტებს, რომელთა სახელებიც არასდროს ჩაწერილა ოფიციალურ რეცეპტებში. არც ერთი დიაგნოზი არ მოხვედრილა საჯარო ჯანდაცვის რეესტრებში, არც ერთი ანალიზის შედეგი არ გადაეცა იმპერიულ სამედიცინო ბიუროს. მაგრამ კავკასიის მეფის ნაცვლის სპეციალური სამსახურის არქივები, რომლებიც ათწლეულების შემდეგ გახსნილა, ინახავს ფარულ სიას იმ მედიკამენტების, რომლებიც ნიკოლაძისთვის სპეციალურად შეკვეთილი იყო თბილისიდან და პეტერბურგიდან. ეს სია ამ ხელს დაავადებას, რომელსაც ნიკოლაძე ფარავდა ხალხისგან 18 წლის განმავლობაში, დაავადებას, რომელმაც საბოლოოდ მოკლა არა მხოლოდ მისი სხეული, არამედ მისი უნარი, ებრძოლა იმპერიულ მანქანას. რა იყო ეს დაავადება, რომელსაც ნიკოლაძე ასე საგულდაგულოდ მალავდა? დოქტორ ლომთათიძის ჩანაწერები, რომლებიც მისმა შთამომავლებმა შეინარჩუნეს საოჯახო არქივში, საუბრობს გულის მძიმე არითმიაზე, რომელიც პირველად გამოვლინდა 1905 წელს, როცა ნიკოლაძე ებრძოდა თბილისის ბიუროკრატიას სპორტის გაფართოების მეორე ეტაპის დასამტკიცებლად. მაშინ ეს იყო მხოლოდ პერიოდული შეტევები, გულის ძლიერი ცემა, ოფლიანობა, ხელების კანკალი, რომლებსაც ნიკოლაძე აფასებდა როგორც დაღლილობას და არ აძლევდა მათ სერიოზულ მნიშვნელობას. მაგრამ 1910 წლიდან, როცა დაიწყო სისტემატური რევიზიები და პოლიტიკური ზეწოლა, ეს შეტევები გახშირდა და გამძაფრდა. ლომთათიძეს თხოვდა მას შეეწყვიტა მუშაობა და დაესვენა, წასულიყო ევროპაში მკურნალობაზე, მაგრამ ნიკოლაძე უარს ამბობდა, ის იცოდა, რომ თუ ერთ დღესაც კი დატოვებდა ფოცს, თბილისის აპარატი დაუყოვნებლივ გამოიყენებდა ამ შანსს და ჩაანაცვლებდა მას ადამიანით, რომელიც მათ ემორჩილებოდა. მედიკამენტების სია, რომელიც შეკვეთილი იყო ნიკოლაძისთვის 1911-12 წლებში, ასახავს მის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დაშლას. დიგიტალისი გულის რიტმის სტაბილიზაციისთვის, ბრომიდები ნერვული დაძაბულობის შესამსუბუქებლად, მორფინი ძლიერი ტკივილების დროს. ეს იყო არა უბრალოდ მკურნალობა, ეს იყო სიცოცხლის ხელოვნური შენარჩუნება ადამიანში, რომლის ორგანიზმი უკვე ვეღარ უძლებდა იმ ტვირთს, რასაც ის ატარებდა. ლომთათიძე წერდა თავის ჩანაწერებში, პაციენტი კატეგორიულად უარს ამბობს ჰოსპიტალიზაციაზე, მიუხედავად იმისა, რომ მისი მდგომარეობა საჭიროებს მუდმივ სამედიცინო ზედამხედველობას. ის ამბობს, რომ თუ ერთ დღესაც კი გამოჩნდება სისუსტის ნიშანი, მისი მტრები ამას გამოიყენებენ მის წინააღმდეგ. ეს იყო პარადოქსი, ადამიანი, რომელიც კვდებოდა, იძულებული იყო თამაშობდა ძლიერი ლიდერის როლს, რადგან ნებისმიერი სისუსტის გამოვლენა ნიშნავდა მის დამარცხებას. 1912 წლის იანვარში, როცა ნიკოლაძეს კიდევ ერთი მძიმე გულის შეტევა ჰქონდა, დოქტორმა ლომთათიძემ პირდაპირ უთხრა მას, ნიკო ნიკოლოზის ძე, თქვენი გული ვეღარ უძლებს ამ დატვირთვას. თუ არ შეწყვეტთ მუშაობას უახლოეს თვეებში, თქვენ არ გადარჩებით წლის ბოლომდე. ეს იყო არა მხოლოდ სამედიცინო დიაგნოზი, ეს იყო სასიკვდილო განაჩენი, რომელიც ნიკოლაძემ მიიღო როგორც გარდაუვალობა. მან იცოდა, რომ მისი სხეული უკვე ვეღარ უძლებდა, მაგრამ ის ასევე იცოდა, რომ თუ წავიდოდა ჯანმრთელობის მიზეზით, ეს იქნებოდა აღიარება იმისა, რომ სისტემამ მოიგო. და სწორედ ამიტომ ის გადაწყვიტა, რომ დარჩებოდა თავის პოსტზე იმდენ ხანს, რამდენიც შეეძლო, არა იმიტომ, რომ სჯეროდა გამარჯვების, არამედ იმიტომ, რომ არ შეეძლო დაეთმო ის, რისთვისაც მთელი ცხოვრება იბრძოდა. მაგრამ ფიზიკური დაავადება იყო მხოლოდ ნახევარი იმ ტრაგედიისა, რომელიც ნიკოლაძეს ატარებდა. მეორე ნახევარი იყო ფსიქოლოგიური გაცნობიერება იმისა, რომ ადამიანები, რომლებსაც ის ენდობოდა, რომლებთან ერთად აშენებდა ქალაქს, ახლა მის წინააღმდეგ იყვნენ. 1911 წლის ბოლოდან ნიკოლაძე დაიწყო ფარული ჩანაწერების წარმოება დღიური, სადაც ის აღნიშნავდა ყველა უცნაურ ინციდენტს, ყველა საეჭვო შეხვედრას, ყველა ადამიანს, რომელიც მის გარშემო იქცეოდა. ეს დღიური, რომელიც შემორჩა მის საოჯახო არქივში და არასდროს გამოქვეყნებულა, ასახავს პარანოიას, რომელიც არ იყო უსაფუძვლო, ეს იყო ლოგიკური რეაქცია ადამიანისა, რომელიც ხედავდა, როგორ იშლებოდა მისი გარშემო ყველაფერი. ის წერდა, დღეს სათათბიროს სხდომაზე შევამჩნიე, რომ სამი დეპუტატი, რომლებიც ადრე მხარს მიჭერდნენ, ახლა თავს არიდებენ ჩემს თვალებს. ისინი რაღაცას მალავენ. ვიცი, რომ ისინი შეხვდნენ თბილისიდან ჩამოსულ ინსპექტორს ჩემი ცოდნის გარეშე. ეს პარანოია ნელ-ნელა იქცა რეალობად, როცა ნიკოლაძემ აღმოაჩინა, რომ მისი პირადი კორესპონდენცია იკითხებოდა მის უკან. წერილები, რომლებსაც ის წერდა ევროპელ პარტნიორებს, აღარ აღწევდა მათ მისამართებს, ისინი ჩერდებოდა თბილისის საფოსტო კონტროლში და იკითხებოდა მეფის ნაცვლის აპარატის მიერ.
ნიკოლაძე იძულებული გახდა გამოეყენებინა ფარული არხები. ის აძლევდა წერილებს ნდობის ღირს ადამიანებს, რომლებიც მგზავრობდნენ ევროპაში და პირადად აბარებდნენ მათ ადრესატებს. მაგრამ ეს იყო დროებითი გამოსავალი. ნიკოლაძე იცოდა, რომ სისტემა, რომელიც მის წინააღმდეგ მუშაობდა, იყო ბევრად უფრო ძლიერი, ვიდრე მისი ინდივიდუალური წინააღმდეგობა. ის იყო ერთი ადამიანი იმპერიული მანქანის წინააღმდეგ, მანქანის, რომელსაც ჰქონდა შეუზღუდავი რესურსები, შეუზღუდავი ძალაუფლება და შეუზღუდავი სისასტიკე. 1912 წლის მარტში ნიკოლაძემ მიიღო ფარული ინფორმაცია, რომელმაც საბოლოოდ დაარწმუნა, რომ მისი დღეები დათვლილი იყო. ერთ-ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა, რომელიც თბილისის გუბერნიის კანცელარიაში მუშაობდა, გაუგზავნა მას ფარული წერილი, სადაც წერდა: ნიკო ნიკოლოზის ძე, თქვენ უნდა იცოდეთ, რომ თბილისში უკვე მზადდება თქვენი ჩანაცვლების ბრძანება. ისინი ელოდებიან მხოლოდ შესაფერის მომენტს, ან თქვენს ჯანმრთელობის გაუარესებას, ან რაიმე სკანდალს, რომელიც გაამართლებს თქვენს გადადგომას. თქვენი მტრები უკვე შეთანხმდნენ თქვენს მემკვიდრეზე, ეს იქნება ადამიანი, რომელიც მათ ემორჩილება და არ გაბედავს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს. ეს წერილი იყო არა გაფრთხილება, ეს იყო დასტური იმისა, რომ ნიკოლაძის ყველა ეჭვი იყო მართებული. ის არ იყო პარანოიკი, ის იყო ადამიანი, რომელიც ხედავდა რეალობას, რომელსაც სხვები არ ინდომებდნენ, ან არ შეეძლოთ დაენახათ. ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ ნიკოლაძემ გააკეთა რაღაც, რაც მისთვის არატიპიური იყო. ის დაიწყო თავისი პირადი საბუთების განადგურება. ის წვავდა წერილებს, ჩანაწერებს, ფინანსურ დოკუმენტებს, ყველაფერს, რაც შეეძლო გამოყენებულიყო მის წინააღმდეგ. ის არ იყო დაინტერესებული, რომ მისი პირადი ცხოვრება გახდომოდა საჯარო სპექტაკლი, რომელშიც მისი მტრები ეძებდნენ ნებისმიერ დეტალს, რომელიც შეეძლოთ გამოეყენებინათ მისი რეპუტაციის შესალახად. მაგრამ ერთი საბუთი, რომელიც მან არ გაანადგურა, იყო მისი ფინანსური ანგარიშები. ის იცოდა, რომ ეს იყო ერთადერთი მტკიცებულება იმისა, რომ მას არასდროს მიუთვისებია ფული, რომელიც გაუვლია ხელში. ეს ანგარიშები, რომლებიც დღემდე ინახება ფოთის საქალაქო არქივში, ადასტურებს, რომ ნიკოლაძე იყო ერთ-ერთი იმ იშვიათი ჩინოვნიკი, რომელიც გამდიდრების ნაცვლად გაღარიბდა, რადგან ყოველი რუბლი, რომელიც შემოდიოდა, იხარჯებოდა ქალაქზე და არა მის პირად საჭიროებებზე. მაგრამ ყველაზე მტკივნეული ამ პერიოდში იყო არა ფიზიკური ტკივილი, არა ფინანსური პრობლემები და არც კი პოლიტიკური იზოლაცია, ყველაზე მტკივნეული იყო ღალატი. 1912 წლის აპრილში ნიკოლაძემ აღმოაჩინა, რომ მისი უახლოესი თანამშრომელი ადამიანი, რომელსაც ის 18 წლის განმავლობაში ენდობოდა და რომელსაც ანდობდა ყველაზე მნიშვნელოვან საბუთებს, ფარულად თანამშრომლობდა თბილისის აპარატთან. ეს ადამიანი, რომლის სახელი არასდროს გამჟღავნებულა საჯაროდ, მაგრამ რომელიც ცნობილია როგორც ფარული მომხსენებელი, რეგულარულად აგზავნიდა ანგარიშებს თბილისში, ანგარიშებს ნიკოლაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მისი შეხვედრების შესახებ, მისი გეგმების შესახებ. ეს იყო არა უბრალოდ ჯაშუშობა, ეს იყო ღალატი ადამიანისგან, რომელსაც ნიკოლაძე თვლიდა მეგობრად. როცა ნიკოლაძემ შეიტყო ამის შესახებ, მან არ გააკეთა საჯარო სკანდალი, არ დაადანაშაულა ეს ადამიანი, არ მოითხოვა მისი დასჯა. ის უბრალოდ გაათავისუფლა იგი ორგანიზაციული ცვლილებების გამო და აღარასდროს ისაუბრა მასთან. მაგრამ ეს ღალატი დაარტყა მას უფრო ძლიერად, ვიდრე ყველა რევიზია და ყველა პოლიტიკური ზეწოლა ერთად. ის გაიგო, რომ სისტემა, რომელსაც ის ებრძოდა, იყო არა მხოლოდ გარეთ, ის იყო მის გვერდით, მის ოფისში, მის გუნდში. და ეს გაცნობიერება იყო ის, რამაც საბოლოოდ მოსპო მისი ბოლო იმედი, რომ შეეძლო გაეგრძელებინა ბრძოლა. როცა ადამიანი ხვდება, რომ მისი უახლოესი თანამშრომლები მის წინააღმდეგ არიან, როცა ის ხვდება, რომ ნდობა, რომელიც მან ააშენა წლების განმავლობაში, იყო ილუზია, მაშინ რჩება მხოლოდ ერთი არჩევანი: წასვლა. 1912 წლის მაისის მე-27 დღეს, როცა ნიკო ნიკოლაძემ დაწერა განცხადება გადადგომის შესახებ, ფოთის საქალაქო სათათბიროს შენობაში იყო უცნაური სიჩუმე. დეპუტატები, რომლებიც ჩვეულებრივ ხმაურობდნენ და კამათობდნენ, ახლა ისხდნენ მდუმარეთ და თავს არიდებდნენ ნიკოლაძის თვალებს. ისინი იცოდნენ, რომ ეს იყო დასასრული ეპოქისა, რომელმაც ფოთი ჭაობიდან ამოიყვანა და აქცია შავი ზღვისპირეთის ერთ-ერთ უმდიდრეს ქალაქად. მაგრამ ისინი ასევე იცოდნენ, რომ ეს დასასრული იყო ასევე დასაწყისი ახალი ეპოქისას, სადაც ძალაუფლება და ფული აღარ იქნებოდა ხედვისა და შრომის შედეგი, არამედ იქნებოდა კავშირებისა და ერთგულების ჯილდო. და სწორედ ამიტომ, როცა ნიკოლაძე წაიკითხა თავისი განცხადება, არავინ დაუკრა ტაში, არავინ თქვა მადლობა, არავინ გამოხატა სინანული. ისინი უბრალოდ ისხდნენ და ელოდნენ იმას, რაც მოვიდოდა შემდეგ. რაც მოვიდა შემდეგ იყო ის, რასაც ნიკოლაძე ელოდა და ეშინოდა ერთდროულად. ალექსანდრე მიქაბერიძე, რომელიც დაინიშნა ახალმერად, იყო ადამიანი, რომელსაც არ ჰქონდა არც ევროპული განათლება, არც ხედვა, არც დამოუკიდებლობა.
მას ჰქონდა მხოლოდ ერთგულება თბილისის აპარატისადმი. და ეს ერთგულება იყო ის, რაც განსაზღვრავდა მის ყველა გადაწყვეტილებას. პირველი დირექტივა, რომელიც მან მიიღო თბილისიდან, იყო მარტივი და ცინიკური: შეაჩერეთ ყველა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ნიკოლაძემ დაიწყო. გამოაცხადეთ ისინი არამომგებიანად. ფული, რომელიც ამ პროექტებისთვის იყო გამოყოფილი, გადაიტანეთ იმპერიული ხაზინის ვალდებულებების დაფარვაზე. ეს იყო არა ეკონომიკური გადაწყვეტილება, ეს იყო პოლიტიკური შურისძიება, რომლის მიზანი იყო ნიკოლაძის მემკვიდრეობის განადგურება. ელექტროტრამვაის პროექტი, რომლისთვისაც ნიკოლაძეს უკვე ჰქონდა ხელშეკრულებები ევროპულ კონტრაქტორებთან და გამოყოფილი ბიუჯეტი, გამოცხადდა არამომგებიანად და დაიხურა. პორტის გაფართოების მესამე ეტაპი, რომელიც უნდა დასრულებულიყო 1914 წელს და რომელიც გაზრდიდა პორტის ტევადობას ორჯერ, შეჩერდა ბიუჯეტის დეფიციტის გამო. ქუჩების მოკირწყლის პროგრამა, რომელიც ნიკოლაძის დროს ყოველწლიურად ფინანსდებოდა და რომელმაც ფოთი ტალახიდან ამოიყვანა, შემცირდა ნახევრად, შემდეგ კი მთლიანად გაუქმდა. სანიაღვრე სისტემების მოვლა, რომელიც იყო ქალაქის სასიცოცხლო არტერია და რომელიც იცავდა მას დატბორვისგან, შეწყდა ფინანსური შეზღუდვების გამო. და ფული, რომელიც ამ ყველა პროექტისთვის იყო გამოყოფილი, მილიონობით რუბლი, რომელიც ნიკოლაძემ დააგროვა 18 წლის განმავლობაში, გაქრა. სად გაქრა ეს ფული? ოფიციალური ანგარიშები, რომლებიც წარდგენილი იყო თბილისში, ამბობდა, რომ ის გადაიხარჯა ადმინისტრაციულ ხარჯებზე, იმპერიული ხაზინის ვალდებულებების დაფარვაზე და გადაუდებელ რემონტებზე. მაგრამ რეალობა იყო სხვა. ფული გადანაწილდა ადამიანებს შორის, რომლებმაც ნიკოლაძე მოაშორეს, თბილისის ჩინოვნიკებს, რომლებმაც ახლა აკონტროლეს ფოთის ბიუჯეტი, ადგილობრივ ვაჭრებს, რომლებმაც ახლა ყიდულობდნენ ქალაქის მიწებს იმ ფასებით, რომლებსაც ნიკოლაძე არასდროს დაუშვებდა, და იმ ადამიანებს, რომლებიც იყვნენ ნაწილი სისტემისა, რომელიც არ ქმნიდა, არამედ ანგრევდა, არ აშენებდა, არამედ ძარცვავდა. 1914 წლისთვის ფოთის ფინანსური მდგომარეობა იყო კატასტროფული. ბიუჯეტი, რომელიც ნიკოლაძის დროს იყო პროფიციტური და რომელიც საშუალებას აძლევდა ქალაქს, დაეფინანსებინა ამბიციური პროექტები, ახლა იყო დეფიციტური. პორტის შემოსავლები, რომლებიც ადრე რჩებოდა ქალაქში და იხარჯებოდა ინფრასტრუქტურაზე, ახლა მიედინებოდა თბილისში და პეტერბურგში. ქალაქის მიწები, რომლებიც ნიკოლაძის დროს იყო საჯარო საკუთრება და რომლებიც გამოიყენებოდა პარკების, სკვერების და საჯარო შენობების მოსაწყობად, ახლა იყიდებოდა კერძო ინვესტორებისთვის, რომლებიც იყვნენ დაკავშირებული ახალ მმართველობასთან და რომლებიც იყიდებდნენ მიწებს სიმბოლურ ფასებში, რათა შემდეგ გაეყიდათ ისინი სპეკულაციური ფასებით. ეს იყო კლასიკური კორუფციული სქემა, რომელიც დღეს ყველასთვის ნაცნობია, მაგრამ რომელიც მაშინ, 1914 წელს, იყო ახალი და შოკის მომგვრელი ფოთლებისთვის. მაგრამ ყველაზე შემზარავი იყო არა ფინანსური კრახი, ყველაზე შემზარავი იყო ფიზიკური დაშლა. ქალაქი, რომელიც ნიკოლაძის დროს იყო სუფთა, მოწესრიგებული, განათებული, ახლა ისევ იქცა ტალახიან, გაუვალ, ბნელ პროვინციად. ქუჩები, რომლებიც ნიკოლაძემ მოკირწყლა, ახლა ისევ იყო დაფარული ტალახით, რადგან მათი მოვლა შეწყდა. სანიაღვრე სისტემები, რომლებიც ნიკოლაძემ ააშენა და რომლებიც იცავდა ქალაქს დატბორვისგან, ახლა იყო ჩაშლილი და არ მუშაობდა, რადგან მათი რემონტი არ ფინანსდებოდა. ელექტროგანათება, რომელიც ნიკოლაძის დროს მუშაობდა ყოველღამე და რომელიც აქცევდა ფოთს ერთ-ერთ პირველ ელექტრიფიცირებულ ქალაქად კავკასიაში, ახლა მუშაობდა პერიოდულად, რადგან ელექტროსადგურის მოვლა არ იყო პრიორიტეტი ახალი მმართველობისთვის. ქალაქი, რომელიც ნიკოლაძემ ჭაობიდან ამოიყვანა, ახლა ისევ ჩაძირებოდა ტალახში, ფიზიკურად და მეტაფორულად. 1915 წლისთვის ფოთის პრესა, რომელიც ნიკოლაძის დროს აშუქებდა ქალაქის წარმატებებს და ევროპულ პერსპექტივებს, ახლა წერდა სასოწარკვეთილ სტატიებს იმის შესახებ, თუ როგორ იშლებოდა ქალაქი. ფოთი კარგავს თავის ევროპულ სახეს, წერდა ერთ-ერთი გაზეთი. ქალაქი, რომელიც 10 წლის წინ იყო შავი ზღვისპირეთის მარგალიტი, ახლა ისევ იქცა ჩვეულებრივ მიგდებულ, კორუფციაში ჩაფლულ პროვინციად. ნიკოლაძის მემკვიდრეები არ აშენებენ, ისინი ანგრევენ. ისინი არ ქმნიან, ისინი ძარცვავენ. და ჩვენ ფოთელები ვართ მოწმეები იმისა, როგორ იქცევა ოცნება კოშმარად. ეს იყო არა მხოლოდ ჟურნალისტური რიტორიკა, ეს იყო რეალობა, რომელსაც ყოველდღიურად ხედავდნენ ფოთელები და რომელიც აქცევდა მათ მოწმეებად ტრაგედიისა, რომელიც შეეძლო თავიდან აეცილებინათ, მაგრამ არ აეცილებინათ. მაგრამ ყველაზე მტკივნეული და ყველაზე სიმბოლური ამ მთელ ისტორიაში იყო ის, რაც მოხდა ნიკოლაძესთან პირადად.
კაცი, რომელიც 18 წლის განმავლობაში მართავდა მილიონობით რუბლს, აშენებდა პორტს, ელექტროსადგურს, ტაძარს, ქუჩებს და სანიაღვრე სისტემებს, გადადგომის შემდეგ აღმოჩნდა ისეთ ფინანსურ მდგომარეობაში, რომ მას სესხის აღება მოუწია საკუთარი სახლის, დიდი ჯიხაიშის გადასარჩენად. როგორ შეიძლება ეს? როგორ შეიძლება, რომ კაცი, რომელსაც ხელში გაუვლია ასეთი თანხები, დარჩეს ღარიბად? პასუხი მარტივია და ტრაგიკული, იმიტომ რომ ის არასდროს ხარჯავდა ამ ფულს საკუთარ თავზე. ყოველი რუბლი, რომელიც შემოდიოდა ფოთის ბიუჯეტში, იხარჯებოდა ქალაქზე, პორტზე, ელექტროსადგურზე, ქუჩებზე, სანიაღვრე სისტემებზე, ტაძარზე, სკოლებზე, საავადმყოფოებზე. ნიკოლაძე არ ჰქონდა ოფშორული ანგარიშები, არ ჰქონდა ფარული ქონება, არ ჰქონდა ის, რაც დღეს ჩვეულებრივად მიიჩნევა წარმატებული ჩინოვნიკის ატრიბუტად. მას ჰქონდა მხოლოდ ერთი, ქალაქი, რომელიც მან ჭაობიდან ამოიყვანა და აქცია შავი ზღვისპირეთის ერთ-ერთ უმდიდრეს ცენტრად. და როცა ეს ქალაქი წაართვეს, მას არაფერი დარჩა. ეს არის ის კონტრასტი, რომელიც უნდა გვახსოვდეს, როცა ვსაუბრობთ 1912 წლის მოვლენებზე. ეს არის კონტრასტი ადამიანს შორის, რომელიც ემსახურებოდა ქალაქს, და ადამიანებს შორის, რომლებიც ემსახურებოდნენ საკუთარ თავს. ეს არის კონტრასტი ხედვას შორის, რომელიც ქმნიდა მომავალს, და ხედვას შორის, რომელიც ანგრევდა წარსულს. და ეს არის კონტრასტი, რომელიც არ დაწყებულა 1912 წელს და არ დასრულდა 1990-იან წლებში. ეს არის კონტრასტი, რომელიც გრძელდება დღესაც. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც რჩება ამ ისტორიის შემდეგ არის, ვინ იყო ის ადამიანი, რომელმაც ყველაზე მეტი მოიგო ნიკოლაძის წასვლიდან? ვინ იყო ის, ვისთვისაც ყველაზე მეტად იყო მომგებიანი ფოთის ბიუჯეტის კონტროლის მოპოვება? ვინ იყო ის, ვინც ნიკოლაძის გადადგომის შემდეგ მიიღო ყველაფერი, ძალაუფლება, ფული, გავლენა? ეს არის კითხვა, რომელზეც პასუხი არ არის ოფიციალურ დოკუმენტებში, მაგრამ რომელზეც პასუხი არის ფარულ არქივებში, პირად წერილებში, მოწმეთა ჩვენებებში, არქივებში, რომლებიც 10 წლეულების განმავლობაში იყო დახურული და რომლებიც ახლა ნელ-ნელა იხსნება. და ეს პასუხი არის შემზარავი, რადგან ის ასახავს არა მხოლოდ ერთი ქალაქის ტრაგედიას, არამედ მთელი სისტემის ლოგიკას, სისტემის, რომელიც არ აჯილდოებს შემოქმედებს, არამედ აჯილდოებს დამანგრეველებს. 1912 წლის ივნისში, როცა ნიკოლაძე უკვე დატოვებული ჰქონდა თავისი პოსტი, თბილისში, კავკასიის მეფის ნაცვლის სასახლეში, გაიმართა ფარული შეხვედრა. ამ შეხვედრაზე იყვნენ გუბერნიის უმაღლესი ჩინოვნიკები, ფინანსური ინსპექტორები და რამდენიმე ადამიანი, რომლებიც წარმოადგენდნენ კერძო ინტერესებს, ვაჭრები, ბანკირები, მიწის მესაკუთრეები. ამ შეხვედრის თემა იყო მარტივი, როგორ გადანაწილდეს ფოთის ბიუჯეტი და პორტის შემოსავლები ახალ რეალობაში, როცა ნიკოლაძე აღარ იყო. ოქმები ამ შეხვედრისა არ შემორჩა, ან მათი არსებობა არ დადასტურებულა, მაგრამ შედეგები ამ შეხვედრისა ჩანს ძალიან კარგად. ფული, რომელიც ადრე იხარჯებოდა ქალაქის განვითარებაზე, ახლა გადანაწილდა ადამიანებს შორის, რომლებიც იყვნენ ამ შეხვედრაზე. ერთ-ერთი ამ ადამიანთაგანი იყო ვაჟა ორბელიანი, თბილისის გუბერნიის ფინანსური ინსპექტორი, რომელიც პირადად ხელმძღვანელობდა ნიკოლაძის წინააღმდეგ მიმართულ რევიზიებს. ორბელიანი იყო ადამიანი, რომელსაც ჰქონდა უშუალო წვდომა ფოთის ფინანსურ დოკუმენტებზე და რომელსაც შეეძლო გადაეწყვიტა, რა ითვლებოდა კანონიერ ხარჯვად და რა არამიზნობრივად. ნიკოლაძის გადადგომის შემდეგ ორბელიანი დაინიშნა ფოთის საფინანსო კონტროლის უფროსად, პოზიცია, რომელიც მას აძლევდა უშუალო კონტროლს ქალაქის ბიუჯეტზე. და 1914 წლისთვის ორბელიანმა შეიძინა რამდენიმე დიდი მამული ფოთის მახლობლად, მამული, რომლის ღირებულება აღემატებოდა მის ოფიციალურ ხელფასს 10 ჯერ. როდიდან შეეძლო სახელმწიფო ჩინოვნიკს, რომლის ხელფასი იყო ფიქსირებული და საჯაროდ ცნობილი, იდულობდა ასეთ ძვირფას ქონებას? მეორე ადამიანი, რომელმაც მოიგო ნიკოლაძის წასვლიდან იყო სიმონ ავალიშვილი, ადგილობრივი ვაჭარი და მიწის მესაკუთრე, რომელიც იყო ერთ-ერთი ლიდერი შავი ასეულის იმ დეპუტატთა ჯგუფისა, რომელიც ბლოკავდა ნიკოლაძის ინიციატივებს ბოლო წლებში. ავალიშვილი იყო ადამიანი, რომელსაც ნიკოლაძე არ აძლევდა საშუალებას, იდულობდა ქალაქის მიწებს იაფად და გაეყიდა ისინი სპეკულაციური ფასებით. მაგრამ ნიკოლაძის წასვლის შემდეგ ავალიშვილმა შეიძინა რამდენიმე უდიდესი მიწის ნაკვეთი ფოთის ცენტრში, მიწები, რომლებიც ნიკოლაძის დროს იყო საჯარო საკუთრება და რომლებიც გამოიყენებოდა პარკებისა და სკვერების მოსაწყობად. ავალიშვილმა ეს მიწები შეიძინა სიმბოლურ ფასებში, რომლებიც იყო 10 ჯერ ნაკლები ბაზრის ფასზე და შემდეგ გაყიდა ისინი კერძო ინვესტორებისთვის 10 ჯერ მეტ ფასად. ეს იყო კლასიკური კორუფციული სქემა, რომელიც დღეს ყველასთვის ნაცნობია, მაგრამ რომელიც მაშინ იყო ახალი და შოკის მომგვრელი. მესამე ადამიანი, რომელმაც მოიგო ნიკოლაძის წასვლიდან იყო თავად ალექსანდრე მიქაბერიძე, ახალი მერი, რომელიც ოფიციალურად იყო ნიკოლაძის მემკვიდრე, მაგრამ რეალურად იყო მარიონეტი თბილისის აპარატისა.
მიქა ბერიძე იყო ადამიანი, რომელსაც არ ჰქონდა არც ხედვა, არც დამოუკიდებლობა, მაგრამ რომელსაც ჰქონდა ერთგულება თბილისის ჩინოვნიკებისადმი. და ეს ერთგულება იყო ის, რაც აჯილდოვდა. 1914 წლისთვის მიქა ბერიძემ შეიძინა რამდენიმე დიდი სახლი ფოთში და თბილისში, სახლები, რომლის ღირებულება აღემატებოდა მის ოფიციალურ ხელფასს 10 ჯერ. როდიდან შეეძლო ქალაქის მერს, რომლის ხელფასი იყო ფიქსირებული და საჯაროდ ცნობილი, იდულობდა ასეთ ძვირფას ქონებას? ეს სამი ადამიანი, ორბელიანი, ავალიშვილი და მიქა ბერიძე, იყვნენ მთავარი ბენეფიციარები ნიკოლაძის წასვლისა. ისინი იყვნენ ის ადამიანები, რომლებმაც მიიღეს ყველაფერი, ძალაუფლება, ფული, გავლენა, რაც ნიკოლაძემ დატოვა. და ისინი იყვნენ ის ადამიანები, რომლებმაც გაანადგურეს ყველაფერი, ხედვა, პროექტები, ოცნება, რაც ნიკოლაძემ შექმნა. ეს არის პასუხი კითხვაზე, ვის ხელში გადავიდა ფოთის ბიუჯეტი ნიკოლაძის გადადგომის შემდეგ. პასუხი, რომელიც არის შემზარავი და ტრაგიკული, რადგან ის ასახავს არა მხოლოდ ერთი ქალაქის ბედს, არამედ მთელი სისტემის ლოგიკას. სისტემის, რომელიც არ აჯილდოებს შემოქმედებს, არამედ აჯილდოებს დამანგრეველებს. სისტემის, რომელიც არ აფასებს ხედვას, არამედ აფასებს ერთგულებას. სისტემის, რომელიც არ ქმნის მომავალს, არამედ ანგრევს წარსულს. და ყველაზე ტრაგიკული ამ ყველაფერში არის ის, რომ ეს სისტემა არ დასრულდა 1915 წელს. ის გაგრძელდა 1990-იან წლებში, როცა აშენებული ქარხნები ჯართად გაიყიდა და ბიუჯეტი გაქრა ბიუროკრატიულ ლაბირინთებში. ის გრძელდება დღესაც, ყოველ ჯერზე, როცა ეფექტიანი მმართველი იცვლება ადმინისტრატორით, რომელიც ასრულებს დირექტივებს. ყოველ ჯერზე, როცა ხედვა იცვლება ბიუროკრატიით. ყოველ ჯერზე, როცა ქალაქის ინტერესები იცვლება პირადი ინტერესებით. და კითხვა, რომელიც რჩება, არის, რამდენჯერ უნდა გავიმეოროთ ეს ისტორია, სანამ ვისწავლით მისგან? რამდენი ნიკოლაძე უნდა დარჩეს ცარიელი ჯიბეებით, სანამ ჩვენ გავიგებთ, რომ პატიოსნება და შრომა არ უნდა დასჯილ იქნეს, არამედ დაჯილდოვდეს? რამდენი ქალაქი უნდა დაბრუნდეს ტალახში, სანამ ჩვენ გავიგებთ, რომ ხედვა და შემოქმედება არის ის, რაც ქმნის მომავალს, და არა ერთგულება და დამორჩილება? 1915 წლის იანვარში, როცა პირველი მსოფლიო ომის ხმაური უკვე ესმოდა კავკასიას და იმპერია იძირებოდა ქაოსში, ფოთის საპორტო ადმინისტრაციის შენობაში მოხდა რაღაც, რაც არასდროს მოხვედრილა არც ერთ ოფიციალურ ანგარიშში. გვიან ღამით, როცა ქალაქს ეძინა და მხოლოდ პორტის სანავთო ნავთობის ლამპები ანათებდნენ ბნელ წყალს, შენობაში შევიდა ადამიანი, რომელსაც არ ჰქონდა უფლება იქ ყოფნისა. ეს არ იყო ჩვეულებრივი ვიზიტორი, ეს იყო ვინმე, ვინც იცოდა ზუსტად სად იყო დამალული ის საბუთები, რომლებიც ნიკოლაძემ დატოვა. საბუთები, რომლებშიც იყო ჩაწერილი ყველაფერი, ყველა ფინანსური ოპერაცია, ყველა ევროპული ხელშეკრულება, ყველა ფარული შეთანხმება, რომელიც ნიკოლაძეს ჰქონდა პარიზისა და ლონდონის ბანკებთან. ეს საბუთები იყო ბომბა, თუ ისინი ოდესმე გახდებოდა საჯარო, ისინი ამხელდნენ არა მხოლოდ იმას, თუ როგორ მართა ნიკოლაძემ ფოთის ბიუჯეტი, არამედ იმასაც, თუ როგორ გაანადგურეს ეს ბიუჯეტი მისი მემკვიდრეებმა. მაგრამ 1915 წლის თებერვლის მეორე დღეს, ეს საბუთები გაქრნენ. ვინ წაიღო ისინი იმ ღამეს? და რაც მთავარია, რატომ არავინ ეძებდა მათ შემდეგ? პასუხი იყო მარტივი და შემზარავი, იმიტომ რომ ადამიანები, რომლებსაც უნდა ეძებათ ეს საბუთები, თბილისის ჩინოვნიკები, ფინანსური ინსპექტორები, ახალი მმართველობა, იყვნენ ზუსტად ის ადამიანები, რომლებსაც სჭირდებოდათ ამ საბუთების განადგურება. რადგან ეს საბუთები ამხელდნენ არა ნიკოლაძის დანაშაულებს, რომლებიც არ არსებობდა, არამედ მათ დანაშაულებს. ისინი ამხელდნენ, თუ როგორ გადანაწილდა ფოთის მილიონები 1912-დან 1915 წლებში. ისინი ამხელდნენ, თუ ვინ შეიძინა ქალაქის მიწები სიმბოლურ ფასებში და გაკიდა ისინი 10 ჯერ მეტად. ისინი ამხელდნენ, თუ სად წავიდა ის ფული, რომელიც უნდა დახარჯულიყო ელექტროტრამვაიზე, პორტის გაფართოებაზე, ქუჩების მოკირწყვლაზე. და სწორედ ამიტომ, ეს საბუთები უნდა გაქრომოდა სამუდამოდ. მაგრამ ერთი ადამიანი იცოდა სიმართლე. გიორგი ჭანტურია, 90 წლის დარაჯი, რომელიც მუშაობდა საპორტო ადმინისტრაციის შენობაში ნიკოლაძის დანიშვნის დღიდან, იყო მოწმე იმ ღამისა, როცა საბუთები გაქრა. ის ხედავდა, როგორ შევიდა ადამიანი შენობაში უკანა შესასვლელიდან, როგორ ავიდა მეორე სართულზე, სადაც იყო ნიკოლაძის ყოფილი კაბინეტი, და როგორ გამოვიდა ნახევარი საათის შემდეგ, ხელში დიდი ტყავის ჩანთით. ჭანტურიამ იცოდა, რომ ამ ჩანთაში იყო ის საბუთები, რომლებიც ნიკოლაძემ დატოვა, რადგან ის თვითონ ინახავდა მათ იმ უჯრაში, რომელსაც მხოლოდ ორ ადამიანს ჰქონდა გასაღები, ნიკოლაძეს და მას. მაგრამ ჭანტურია არ ილაპარაკა. ის არ ილაპარაკა იმიტომ, რომ ის იცოდა, რომ თუ ილაპარაკებდა, ის არ გადარჩებოდა.
ის იცოდა, რომ სისტემა, რომელიც გაანადგურა ნიკოლაძე, გაანადგურებდა მასაც უფრო სწრაფად და უფრო სასტიკად. ჭანტურიამ თავისი საიდუმლო წაიღო საფლავში 1927 წელს, როცა გარდაიცვალა ფოთის მუნიციპალურ საავადმყოფოში, იმავე საავადმყოფოში, რომელიც ნიკოლაძემ ააშენა 1905 წელს. მაგრამ მისი შვილიშვილმა, რომელიც ახლა ცხოვრობს თბილისში და რომელიც არასდროს გამოსულა საჯაროდ, შეინარჩუნა ბაბუის ჩანაწერები, რომლებშიც ჭანტურია წერდა ყველაფერს, რაც ხედავდა იმ წლებში. ეს ჩანაწერები, რომლებიც დღემდე არ გამოქვეყნებულა, ასახავს სიმართლეს, რომელიც ოფიციალურმა ისტორიამ არასდროს მოგვიყვა. სიმართლეს იმის შესახებ, თუ ვინ წაიღო ფოთის მილიონები და რატომ არავინ დაისაჯა ამისთვის. სიმართლეს იმის შესახებ, თუ როგორ იქცა ევროპული ოცნება კორუფციულ კოშმარად. სიმართლეს იმის შესახებ, თუ რატომ დარჩა ნიკოლაძე ცარიელი ჯიბეებით, ხოლო მისი დამანგრეველები მილიონერებად. 1915 წლის გაზაფხულზე, როცა იმპერია უკვე იხრჩობოდა ომის ქაოსში და კავკასია ემზადებოდა რევოლუციისთვის, ფოთში მოხდა რაღაცს, რაც იყო სიმბოლური და ტრაგიკული ერთდროულად. ნიკოლაძის მიერ აშენებული საკათედრო ტაძრის კუპოლი, რომელიც 10 წლის განმავლობაში ანათებდა ქალაქს და რომელიც ჩანდასხვიდან დაიწყო ნგრევა. არა იმიტომ, რომ ის ცუდად იყო აშენებული, ნიკოლაძე არასდროს აშენებდა ცუდად, არამედ იმიტომ, რომ მისი მოვლა შეწყდა. ახალი მმართველობა არ ხარჯავდა ფულს ტაძრის რემონტზე, ის ხარჯავდა ფულს სხვა, უფრო მნიშვნელოვან საქმეებზე. და როცა 1915 წლის აგვისტოში კუპოლის ნაწილი ჩამოიშალა ძლიერი ქარის დროს, არავინ არ გაკვირდა. ფოთელები უკვე მიეჩვენენ იმას, რომ ყველაფერი, რაც ნიკოლაძემ ააშენა, ნელ-ნელა იშლებოდა, არა დროის გამო, არამედ უგულებელყოფის გამო. ეს იყო მეტაფორა იმისა, რაც ხდებოდა მთელ ქალაქში. ფიზიკური ინფრასტრუქტურა, რომელიც ნიკოლაძემ ააშენა, იშლებოდა იმიტომ, რომ მისი მემკვიდრეები არ აფასებდნენ მას. ისინი არ აფასებდნენ იმიტომ, რომ ისინი არ ესმოდათ, რა ღირდა ამ ინფრასტრუქტურის აშენება. ისინი არ ესმოდათ იმიტომ, რომ ისინი არ იყვნენ შემოქმედები, ისინი იყვნენ დამანგრეველები. და დამანგრეველები არასდროს აფასებენ იმას, რაც შემოქმედებმა შექმნეს, რადგან მათი ლოგიკა არის სხვა, არა შექმნა, არამედ მითვისება. არა აშენება, არამედ ძარცვა. არა მომავლის შექმნა, არამედ წარსულის გაყიდვა. მაგრამ ყველაზე ტრაგიკული ამ ყველაფერში იყო არა ფიზიკური დაშლა, ყველაზე ტრაგიკული იყო ფსიქოლოგიური. ფოთელები, რომლებიც ნიკოლაძის დროს სჯეროდათ, რომ მათი ქალაქი იყო განსხვავებული, რომ მათი ქალაქი იყო ევროპული, რომ მათი ქალაქი ჰქონდა მომავალი, ახლა კარგავდნენ ამ რწმენას. ისინი ხედავდნენ, როგორ იშლებოდა ქუჩები, როგორ წყდებოდა ელექტროგანათება, როგორ ჩერდებოდა პორტის განვითარება. და ისინი იწყებდნენ ფიქრს, რომ შესაძლოა ნიკოლაძის ოცნება იყო მხოლოდ ილუზია, რომელიც არასდროს შეიძლებოდა გამხდარიყო რეალობად. ისინი იწყებდნენ ფიქრს, რომ შესაძლოა ფოთი ყოველთვის იყო განწირული დარჩენილიყო ჭაობიან პროვინციად და ნიკოლაძის 18 წელი იყო მხოლოდ დროებითი გამონაკლისი, რომელიც არასდროს შეიძლებოდა გაგრძელებულიყო. ეს იყო ყველაზე დიდი ზიანი, რომელიც ნიკოლაძის მემკვიდრეებმა მიაყენეს ქალაქს, არა ფინანსური ზიანი, არა ინფრასტრუქტურის დაშლა, არამედ იმედის დაკარგვა. რადგან როცა ადამიანები კარგავენ იმედს, ისინი კარგავენ ყველაფერს. ისინი კარგავენ სურვილს, იბრძოლონ. ისინი კარგავენ სურვილს, შექმნან. ისინი კარგავენ სურვილს, ოცნებობდნენ. და როცა ქალაქი კარგავს ოცნებას, ის კარგავს თავის სულს. ფოთი 1915 წელს კარგავდა თავის სულს, რომელიც ნიკოლაძემ ჩაუდო მას 18 წლის განმავლობაში. სულს, რომელიც ამბობდა, ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ განსხვავებულები. ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ უკეთესები. ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ მომავალი, რომელიც არ იქნება კორუფციის, ბიუროკრატიისა და უგულებელყოფის ასლი. 1915 წლის ზაფხულში ნიკოლაძე ცხოვრობდა დიდ ჯიხაისში, სახლში, რომელიც მას სესხის აღებით გადაარჩინა და ყოველდღე უყურებდა ფანჯრიდან ქალაქს, რომელიც მან ააშენა და რომელიც ახლა იშლებოდა. ის ხედავდა ქუჩებს, რომლებიც ისევ იყო დაფარული ტალახით. ის ხედავდა პორტს, სადაც მესამე ეტაპის მშენებლობა ჯერ კიდევ არ დაწყებულა. ის ხედავდა ელექტროსადგურს, რომელიც მუშაობდა პერიოდულად, რადგან მისი მოვლა არ იყო პრიორიტეტი. ის ხედავდა ტაძარს, რომლის კუპოლი იშლებოდა. და ის ხედავდა ადამიანებს, ფოთელებს, რომლებიც მის დროს სიარულობდნენ გამართულად და ამაყად, ახლა სიარულობდნენ დახრილი თავებით და დაღლილი სახეებით. ნიკოლაძე იცოდა, რომ ის აღარ შეეძლო რაიმეს შეცვლა. მისი ჯანმრთელობა იყო განადგურებული, გული, რომელიც ვეღარ უძლებდა, ხელები, რომლებიც კანკალებდა, სხეული, რომელიც უარს ამბობდა, ემორჩილებოდა. მაგრამ ყველაზე მძიმე იყო არა ფიზიკური ტკივილი, ყველაზე მძიმე იყო მორალური.
ის იცოდა, რომ ყველაფერი, რისთვისაც ის იბრძოდა, ყველაფერი, რაც ის შექმნა, ყველაფერი, რაზეც ის ოცნებობდა, ანადგურდებოდა. და ის იცოდა, რომ ის არაფერს შეეძლო ამის შესაჩერებლად. ის იცოდა, რომ სისტემა, რომელსაც ის ებრძოდა, იყო ბევრად უფრო ძლიერი, ვიდრე ერთი ადამიანი. ის იცოდა, რომ ბრძოლა, რომელიც მან დაიწყო 1994 წელს, დასრულდა მარცხით. რა მოხდა იმ ადამიანებს, რომლებმაც ნიკოლაძე მოაშორეს და რომლებმაც მოიგეს მისი წასვლიდან? ვაჟა ორბელიანი, თბილისის გუბერნიის ფინანსური ინსპექტორი, რომელიც პირადად ხელმძღვანელობდა ნიკოლაძის წინააღმდეგ მიმართულ რევიზიებს, გახდა ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი კავკასიაში. 1927 წლისთვის, როცა საბჭოთა ხელისუფლება დაიწყო ბურჟუაზიის წინააღმდეგ ბრძოლა, ორბელიანი გაიქცა საფრანგეთში, სადაც ცხოვრობდა პარიზში, ძვირფას აპარტამენტში, რომელიც შეიძინა ფოთიდან გატანილი ფულით. ის გარდაიცვალა 1945 წელს, დიდრად, კომფორტულად დავიწყებული. სიმონ ავალიშვილი, ადგილობრივი ვაჭარი და მიწის მესაკუთრე, რომელიც იყო ერთ-ერთი ლიდერი შავი ასეულის, ასევე გახდა მდიდარი. ის შეიძინა რამდენიმე უდიდესი მიწის ნაკვეთი ფოთის ცენტრში და გაყიდა ისინი კერძო ინვესტორებისთვის 10-ჯერ მეტ ფასად. 1927 წლისთვის, როცა საბჭოთა ხელისუფლება დაიწყო კერძო საკუთრების ნაციონალიზაცია, ავალიშვილი ასევე გაიქცა საზღვარგარეთ თურქეთში, სადაც ცხოვრობდა სტამბულში და სადაც გარდაიცვალა 1958 წელს, ასევე მდიდრად, ასევე კომფორტულად, ასევე დავიწყებული. ალექსანდრე მიქაბერიძე, ნიკოლაძის მემკვიდრე, რომელიც იყო მარიონეტი თბილისის აპარატისა, არ გაიქცა. ის დარჩა ფოთში და ცდილობდა გაეგრძელებინა თავისი კარიერა საბჭოთა სისტემაში. მაგრამ საბჭოთა ხელისუფლება არ ენდობოდა ყოფილ იმპერიულ ჩინოვნიკებს, მათ შორის მიქაბერიძეს. 1927 წელს ის დააპატიმრეს კონტრრევოლუციურ საქმიანობაში და გაგზავნეს სიბირში, სადაც გარდაიცვალა 1929 წელს, ღარიბად, დავიწყებული, მიტოვებული. ეს იყო ირონია, ადამიანი, რომელიც ემსახურებოდა სისტემას, საბოლოოდ გაანადგურა ამ სისტემამ. რა მოხდა ფოთს? ქალაქი, რომელიც ნიკოლაძის დროს იყო შავიზღვისპირეთის ერთ-ერთი უმდიდრესი და ყველაზე განვითარებული ცენტრი, ნელ-ნელა იქცა ჩვეულებრივ საბჭოთა პროვინციად. პორტი, რომელიც ნიკოლაძემ ააშენა და რომელიც იყო ქალაქის სასიცოცხლო არტერია, გაგრძელდა მუშაობა, მაგრამ მისი შემოსავლები აღარ რჩებოდა ქალაქში. ისინი მიდიოდა მოსკოვში, საბჭოთა იმპერიის ცენტრში. ელექტროსადგური, რომელიც ნიკოლაძემ ააშენა, გაგრძელდა მუშაობა, მაგრამ ის აღარ იყო ქალაქის საკუთრება, ის იყო სახელმწიფო საკუთრება. ქუჩები, რომლებიც ნიკოლაძემ მოკირწყლა, ნელ-ნელა ისევ დაიფარა ტალახით, რადგან საბჭოთა სისტემა არ აფასებდა ესთეტიკას, ის აფასებდა მხოლოდ ფუნქციონალურობას. 1990-იან წლებში, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა და საქართველო გახდა დამოუკიდებელი, ფოთი ისევ აღმოჩნდა კრიზისში, რომელიც იყო ძალიან მსგავსი იმ კრიზისისა, რომელიც მოხდა 1912-15 წლებში. ქალაქის ბიუჯეტი ისევ გაქრა ბიუროკრატიულ ლაბირინთებში. პორტის შემოსავლები ისევ გადავიდა კერძო ხელებში, რომლებიც არ იყვნენ დაინტერესებულნი ქალაქის განვითარებაში, არამედ მხოლოდ პირად გამდიდრებაში. ინფრასტრუქტურა, რომელიც ნიკოლაძემ ააშენა და რომელიც საბჭოთა პერიოდში მაინც ფუნქციონირებდა, ახლა ისევ დაიწყო დაშლა, რადგან არავინ არ ხარჯავდა ფულს მის მოვლაზე. და ისევ, როგორც 1912 წელს, ფოთელები ხედავდნენ, როგორ იშლებოდა მათი ქალაქი. ისევ, როგორც 1912 წელს, ისინი ხედავდნენ, როგორ გაქრებოდა ფული, რომელიც უნდა დახარჯულიყო ქალაქის განვითარებაზე. ისევ, როგორც 1912 წელს, ისინი ხედავდნენ, როგორ მდიდრდებოდნენ ადამიანები, რომლებიც არ ქმნიდნენ, არამედ ძარცვავდნენ. და ისევ, როგორც 1912 წელს, ისინი იკითხავდნენ, რატომ? რატომ ხდება ეს ისევ და ისევ? რატომ არ ვსწავლობთ ისტორიიდან? მაგრამ მთავარი კითხვა, რომელიც რჩება დღემდე, არის არა რატომ, არამედ ვინ. ვინ იყო ის ადამიანი ან ადამიანები, რომლებმაც ყველაზე მეტი მოიგეს ნიკოლაძის წასვლიდან? ვინ იყო ის, ვისთვისაც ყველაზე მეტად იყო მომგებიანი ფოთის ბიუჯეტის კონტროლის მოპოვება? ვინ იყო ის, ვინც ნიკოლაძის გადადგომის შემდეგ მიიღო ყველაფერი, ძალაუფლება, ფული, გავლენა? ჩვენ ვიცით სახელები: ორბელიანი, ავალიშვილი, მიქაბერიძე. მაგრამ ეს იყვნენ მხოლოდ შუამავლები ადამიანები, რომლებიც ასრულებდნენ დირექტივებს. ვინ იყო ის, ვინც აძლევდა ამ დირექტივებს? ვინ იყო ის, ვინც იდგა ამ ყველაფრის უკან? ეს კითხვა რჩება უპასუხოდ, არა იმიტომ, რომ პასუხი არ არსებობს, არამედ იმიტომ, რომ პასუხი ჯერ კიდევ დამალულია იმ არქივებში, რომლებიც ჯერ კიდევ დახურულია. დამალულია იმ საბუთებში, რომლებიც გაქრა 1915 წლის თებერვალში.
დამალულია იმ ფარულ შეხვედრებში, რომლებიც გაიმართა თბილისში, კავკასიის მეფის ნაცვლის სასახლეში. დამალულია იმ ფინანსურ ოპერაციებში, რომლებიც არასდროს ასახულა ოფიციალურ ანგარიშებში. და სანამ ეს პასუხი არ გახსნილა, სანამ ეს სიმართლე არ გამჟღავნდება, ჩვენ ვაგრძელებთ იმავე ისტორიის გამეორებას, ისტორიის, სადაც შემოქმედები რჩებიან ცარიელი ჯიბეებით, ხოლო დამანგრეველები მილიონერებად. ნიკო ნიკოლაძის ისტორია არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის ტრაგედია. ეს არის ტრაგედია სისტემისა, რომელიც არ აჯილდოებს პატიოსნებას, არამედ აჯილდოებს კორუფციას. სისტემისა, რომელიც არ აფასებს ხედვას, არამედ აფასებს ერთგულებას. სისტემისა, რომელიც არ ქმნის მომავალს, არამედ ანგრევს წარსულს. და სანამ ჩვენ არ შევცვლით ამ სისტემას, სანამ ჩვენ არ ვისწავლით ისტორიიდან, ჩვენ ვაგრძელებთ იმავე ისტორიის გამეორებას, ისტორიის, სადაც ყოველი ნიკო ნიკოლაძე რჩება მარტო დავიწყებული, გაღარიბებული, ხოლო ყოველი ორბელიანი, ავალიშვილი და მიქაბერიძე დიდრდება, ძალაუფლებას იძენს და გრძელდება. მაგრამ შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა არის არა, ვინ იყო დამნაშავე, არამედ შეიძლებოდა თუ არა ამის თავიდან აცილება. შეეძლო თუ არა ნიკოლაძეს გადაერჩინა თავისი ოცნება. შეეძლო თუ არა ფოთელებს დაეცვათ თავიანთი ქალაქი. შეეძლო თუ არა სისტემას შეცვლა. პასუხი არის ტკივილით სავსე, დიახ, შეიძლებოდა. მაგრამ ამისთვის საჭირო იყო რაღაც, რაც არ არსებობდა, საჭირო იყო ერთობა. საჭირო იყო, რომ ფოთელები დაედგნენ ნიკოლაძის გვერდით და ებრძოლათ თბილისის აპარატს. საჭირო იყო, რომ ქართული საზოგადოება აღმართულიყო და ეთქვა, არა, ჩვენ არ დაუშვებთ, რომ ერთი პატიოსანი ადამიანი განადგურდეს კორუმპირებული სისტემის მიერ. მაგრამ ეს არ მოხდა. და ეს არ მოხდა არა იმიტომ, რომ ადამიანები არ იცოდნენ, რა ხდებოდა, ისინი იცოდნენ. ეს არ მოხდა იმიტომ, რომ ადამიანები ეშინოდათ. ეშინოდათ სისტემის, ეშინოდათ რეპრესიების, ეშინოდათ იმისა, რომ თუ დადგებოდნენ ნიკოლაძის გვერდით, ისინიც განადგურდებოდნენ. და ეს შიში, რომელიც აიძულებს ადამიანებს დუმდნენ, როცა ისინი ხედავენ უსამართლობას, არის ის, რაც ანადგურებს ყველა ოცნებას, ყველა ხედვას, ყველა მცდელობას, შეიქმნას რაღაც უკეთესი. და სანამ ჩვენ არ დაუძლევთ ამ შიშს, სანამ ჩვენ არ ვისწავლით, რომ დუმილი არის თანამონაწილეობა, ჩვენ ვაგრძელებთ იმავე ისტორიის გამეორებას. ისტორიის, სადაც ნიკო ნიკოლაძეები კვდებიან მარტო და დავიწყებულები, ხოლო ორბელიანები და ავალიშვილები ცხოვრობენ მდიდრად და კომფორტულად.